ესე იგი, ტიპმა, ბატონმა ტრამპმა ერთ თვეში მოკლა ამერიკა. ეხლა ტრამპისტები დაიწყებენ არა რატომ მოკლა, რისთვის მოკლა ის თავის ქვეყნისთვის ზრუნავს. კი ბატონო, შეიძლება იზრუნო ერთ ხელზე და მეორე ხელს ყურადღება არ მიაქციოდა და ჭრილობამ დაგილყოს. თუ ამას ზრუნავს ქვია რომ ხელზე ზრუნავ, კი ბატონო, მაგრამ თუ ჭკვიანი კაცი ხარ, ხელზე კი არ უნდა იზრუნო, ხელებზე უნდა იზრუნო, იმიტომ რომ ორივე ხელი გჭირდება. ჩვენ კარგად ვიცით რომ ევროპა უკვე აღარ თვლის ამერიკას სანდო პარტნიორად. არა მარტო ევროპა, ბევრი ქვეყნები, ხო, კანადა, ბრაზილია, არა ბრაზილია არა მე მგონი, ხო, კანადა, მექსიკა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ქვეყანა. ხო და ამის გამო თქვათ 4 წლის მერე რომ იქ მოვიდეს ძალიან ლოიალური პრეზიდენტი, რომ მას სადოს აღადგინოს, ეს ყველაფერი რაც ტრამპმა დაანგრია და ასე შემდეგ, ამერიკას მაინც არავინ ენდობა, იმიტომ რომ ნებისმიერი 4 წლის შემდეგ შეიძლება ტრამპი დაბრუნდეს. ნუ კლეფსითი ტრამპს, გულისხმობ ამ შემთხვევაში, კლეფსითი ტრამპს. ხო და თუ რომელიმე ჩვენი ქართველი ტრამპისტი ფიქრობს, რომ ტრამპი სწორად იქცევა, იმიტომ რომ ევროპის დედაც, ყველაფრის დედაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედო, გახსოვდეთ, რომ თქვენ მიდიხართ იმის წინააღმდეგ, რაც გვიწერია გერბზე, რომ ძალა ერთობაშია. გამიგეთ, საკუთარი გერბის წინააღმდეგ მიდიხართ, დასმებო. უი და დამავიწყდა პიესი. ერთი ნაცნობი მყავდა რა. ხო და რაღაცა სიტყვას რომ მოგცემდა, აი ამას გავაკეთებო. და რომ მიხვიდოდი უკვე პასუხის მოსეთხოვოთ, რომ აი ხომ მომეციო სიტყვაო და რატო არ აკეთებ იმას, რა არის რაზეც სიტყვა მომეციო, ესე ამბობდა ხოლმე, რომ გარემოებები შეიცვალა ძმაო. როგორ თუ გარემოებები შეიცვალა, სიტყვა სწორედ იმიტომ ამბობ, რომ გარემოებები რო შეიცვალოს, შენი სიტყვა უნდა დარჩეს სიტყვად. არა, გარემოებები შეიცვალა. ხო და კოჭოიას კუილის ფასი ქონდა იმ ტიპის სიტყვას ყოველთვის, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის. ესე ახლა ამერიკა.